გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნიშნულოვანესი დღეა, რადგან დინამიც გადავდგავთ motion design-ში. და რას ვაკეთებთ ახლა? დედამიწას დავადებთ ძალიან მაგარ საინტერესო ანიმაციას. ბოლოს გავჩერდით იმაზე, რომ პატარა ეფექტით დავადეთ დედამიწის ფიზიკურ რუკას და ესეთი გლობუსის ფონტი გაიჩნდა. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის 3D ფიგურა. მაგრამ მაინც მაგარია. კაი, პირდაპირ დავწყოთ. პირველ რიგში ჩვენი დედამიწა უნდა მოვზუმოთ და ამისთვის shortcuts დავაწყოთ S კლავიატურაზე და ცოტა გავადიდოთ. ცოტა რა, საკაიფოდ გავადიდოთ. ეს დავაჭირე არავუშვი მაუს და მარჯვნივ გავწიე. მარცხნივ რო გავწიე, დაპატარავდა. გავწიოთ მარჯვნივ. ასევე დავაჭიროთ false position-ის პონტი რო გაიჩნდოს და გამოვიდეს ეგრევე. და იგივენაირად მაუსის მარცხენა ღილაკს დავაჭერ, არავუშვებ და გადავწევ აქეთ. და რატო ვაკეთებ ახლა ამას? ესეთი იდეა მაქვს. დედამიწამ ცოტა იტრიალოს და უკან ვარსკვლავები რო ციმციმებდეს. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ვარსკვლავები. თან ნახეთ უკან შავი ფონი ხომ გვაქვს და რაღაც კოსმოსის ვაიბები იჩიტება რა. დედამიწა და ვარსკვლავები. საიდან გავჩნდოთ ვარსკვლავი? არსებობს ძალიან მაგარი საიტი, სადაც არის უფასო აიკონები, ასე ვთქვათ, სტაბილური აიკონებიც და ანიმაციური აიკონებიც. ამ შემთხვევაში უბრალოდ პატარა რამე ვარსკვლავი გვიდგა. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საიტი, სადაც უფასოდ ვჩითავ ხოლმე რაღაც აიკონებს. მაგალითად star და უამრავი ვარსკვლავი მოიხო და უცებ. ნებისმიერს დავაწვევით და download, რავი აქ PNG ესა ისა მოკლედ. ჩამოსაწერად პირდაპირ მწვანე რაც არის მაგას დავაჭერთ. ჩაწერის მერე ტრადიციულად ამ რუკის ნაცვლად მოვკიდებთ ხელს და გადმოვიტანთ ჩვენს After Effects-ში. ასევე მოვკიდებთ ხელს და ჩამოვაგდებთ ქვევით სამუშაო მაგიდაზე, სადაც ვაცხობთ რაღაცებს. თუ დავამუღამეთ ქვევით რომ დავდეთ ეს, არის დედამიწის უკან. და მთავარი იდეა ის არის, რომ აი რა თანმიმდევრობითაც აქ ფოტოები იქნება მუსიკები თუ რაღაცეები თუ რავი, ფიგურები, რა თანმიმდევრობითაც აქ იქნება 1-2, მაგ თანმიმდევრობით არის აღქმაზეც აი ამ სიფრთხეზეც. მოიცადეთ ეს ცოტა მოვხოდოთ fit. მაგალითად ზევით რა ვიტანოთ ეს წინ ეს გამოვა. ძალიან მაგარი. ეხლა რა გვჭირდება? ნევლელა მიყვეთ ძალიან ჯიგრულად. დედამიწა გვაქვს? კი ბატონო. ვარსკვლავი გვაქვს? კი ბატონო. ეხლა ცოტა ზომები მივცეთ ამ ყველაფერს. დედამიწა არის აქეთ, ვარსკვლავები აქეთ უნდა იყოს. დავაჭერთ ვარსკვლავს და position-ი, ანუ კლავიატურას დავაჭერთ plus რა, რათა მალე გამოვიდეს და ძებნა არ მოგვიწიოს. გამოვწიოთ ეს და ლოგიკურად ამ ხელვარსკვლავი რა ნებირად ამინახოსო. დავაჭიროთ ეს შესაბამისად, ანუ S-ს და დავაპატარავთ ჯიგრულად. ნუ ხო, არის რა, წავა. ახლა დავიწყოთ დედამიწის მოძრაობის შექმნის. დედამიწას დავადოთ პატარა ანიმაცია მეგობრებო. ჩამოვშალოთ ეგ და rotation-ი გვინდა ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. სამნაირად შეგვიძლია რომ დავაროთეითოდ, დავატრიალოთ ეს დედამიწა. ერთი ესე, მეორე ესე გვერდულად კი არა და რაღაცნაირად ოვალურად და მესამე იმენა ესე რა. კაი, ცოტა რომ მოვხოდოთ დედამიწა, ცოტა სწორად რო იყოს რა. აი ეს დაახლოებით. სადღაც აქ ვართ ჩვენ. აი აქ ვართ ჩვენ სადღაც. და იმოძრავს ამ დედამიწამ აი ესე, როგორც მზის გარშემო ტრიალებს. რატომაც არა. დაიწყოს სადღაც აქედან. ამისთვის დაგვჭირდება keyframe-ი, ანუ keyframe-ი როგორც დავამუღამეთ არის სადписи წერტილი, სადაც რაღაც ცვლილება იწყება, მე ესე მესმის და სადღაც იწყება რაღაცა, მოძრაობა ამ შემთხვევაში ან ფორმის ცვლილება, ანუ ეგ არის, ეგ წერტილი არის keyframe-ი. და სანამ მეორე წერტილი ან მეორე keyframe-ი არ მოიხოდება, სულ ეგეთი იქნება ეს მოძრაობა იქნება თუ ფორმის ცვლილება. შესაბამისად დავაჭიროთ უცებ აქ keyframes, განვუწიოთ რა ვიცი მე-5 წამზე, ეს მე-3-ია. იყოს მე-5 რავი. და მოდი N-ს დავაჭიროთ მანდ. N-ს რო დავაჭირე, ჩაიკეტა ანიმაცია, ანუ ამის იქით აღაწავა. აქამდე ხომ მოვა?
ძგაბ უცებ დაიწყო თავიდან. მაგას ქვია ν. მაგას აკეთებს ν უბრალოდ. გადავიდეთ ბოლოში და შევცვალოთ keyframe-ი, ანუ დავატრიალოთ დედამიწა. წავიდა, მოვიდა ისევ აქ. ნახოთ აბა პირველი ბანძი ანიმაცია როგორია. ვახ, ბიჭო, ძალიან ჩქარი არის ეს. ესე ჩქარა არ უნდა ტრიალებდეს ეს დედამიწა. არ ვიცი ჩვენ მოვდივართ ისევ აქ. და ისე ჩქარა არ ვატრიალებთ როგორც წელამქენით. აი ეს უკვე იდეალურია. ნუ მე თუ მკითხავთ ესე ჩქარია, მაგრამ იდეის დონეზე გამოგვადგება. რა ვშვებით ახლა? არც არაფერს. უბრალოდ კი რაღაცა ვშვებით. მოვნიშნავთ ამ ორივე keyframes და keyframe assistant-ში easy is. თუ უფრო ლამაზად და წყნარად იტრიალოს. კიდე უფრო ჩქარი არის, მე თუ მკითხავთ. აბა კიდე შევანელეთ. ხო, აი ეს უკვე ნორმალური სიჩქარეა. კაი, დედამიწის მოძრაობა გვაქვს. ახლა ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ვარსკვლავებსაც. ვარსკვლავი იყოს ოდნავ ზევით და ოდნავ უფრო პატარა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ცოტა რაღაც პუნჩი მაინც დიდი არის რა. კაი, დავაჭიროთ ეს ვარსკვლავზე. 7-ზე არის, აბა 3-ზე იყოს. ეხლა ძალიან პატარა არის. 5 აი ეს უკვე იდეალურია. დავაჭიროთ plus position-ის პუნჩი. და ვწიოთ ოდნავ ზევით. ეხლა რა იდეა მქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეგრეთ წოდებული opacity არის იმისთვის, რომ რაღაცები თან ჩანდეს, თან არ ჩანდეს, აი ეგ opacity-ის თემა მოვხოდოთ და თავიდან იყოს 100%, მერე ცოტა ხანში იყოს 0, მერე ცოტა ხანში იყოს ისევ 100, დავარესეტოთ, მერე ცოტა ხანში ისევ 0, მერე ისევ 100 და მერე ბოლოში ისევ 0. და რაღაც ესეთი ეფექტი ექნება. მაგრამ ნახეთ 0 ბანძობა არის, იმიტომ რომ მთლიანად ქრება. ასე რომ აი აქ შევცვალოთ 0, შევცვალოთ, მოდით იყოს 30. შესაბამისად ყოველი მეორე უნდა იყოს 30 ახლა. ჩავწეროთ ვსებ. იმიტომ რომ ბოლომდე არ ქრება ვარსკვლავი, ხო სიმსიმეს. ბოლომდე თუ ჩაქრა, რაღაც ბუნებრივი ეფექტი არ ექნება. აბა ნახოთ. აი ეს უკვე დერადუკეისი. მაგრამ მაინც დიდი არის რაღაც მოჩი ეს ვარსკვლავი. იმიტომ რომ ბავშვი ვარსკვლავს ხდება ეგეთი ეფექტი აქვს. როჩას აი ახლა აღარ არის ეგრე. ძალიან კარგი. ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ჩვენი ანიმაცია ოდნავ უფრო გავახალისოთ და დავამატოთ რამდენიმე ვარსკვლავი. და პოზიშენები შევცვალოთ უბრალოდ. ჩამოვწიოთ ერთი აქეთ და აქეთ. მესამე რავი აქეთ. სადმე? მეოთხეც ცოტა ქვევით. რენდომად რა. ეს მოშორებით რო იყოს ჯიგრულად. ესე მგონი ძალიან ახლო ქენი ხა, მაგრამ მაინც ეს ჩვენი პირველი სტარი რაც იყო. მოდი ეს ცოტა ზევით ავწიოთ. და ნახოთ როგორი იქნება. ყველა ერთნაირად იციმციმებს ახლა. და რაღაცნაირად ესე მოვიდეთ, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. მთავარი აქ სხვა რაღაცა არის. მთავარი არის აქ სხვა რაღაცა მეგობრებო. და ეს მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ანიმაცია დღეს ოდნავ დავხვეწეთ. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება გაჩერება და ვერც გავჩერდებით, თუმცა ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ. ჩვენ შეგვიძლია რომ ვარსკვლავი დავამატოთ, აქ თითოეული ვარსკვლავის ეს ციმციმი ტაიმინგი შევცვალოთ, ანუ ესე მონოტონურად ყველა ერთდროულად არა ინთება და არ ჩაქრება. და უფრო ბუნებრივი იქნება, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არ არის სერვირება, როგორც ადრე აღვნიშნეთ, ამიტომზე ჩვენი მთავარი მიზანი არის საფუძვლების შესწავლა. და ეს საფუძველი რაც არის, რომ დედამიწა ტრიალებს და ვარსკვლავები ციმციმებენ, ეს გავაკეთეთ უკვე ჩვენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ პირველი ანიმაცია რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ სამკუთხედი მოვიდა უბრალოდ ჩვენამდე და დღეს უკვე ვარსკვლავებს ვეთამაშებით. შესაბამისად, ტიმ დავედით.
რა თქმა უნდა, აქ არ ვჩერდებით, ყოველდღე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ ნელ-ნელა. ამ ეტაპზე დავიშალე.